კათოლიკე ბერების კარში ბურთი თვით მარადონას გააქვს. პატარა ქალაქ ოლბორგის სიმყუდროვე ასე მხოლოდ წელიწადში ერთხელ ირღვევა. ქუჩაში ელვის პრესლიც დადის და ლუდის ბოთლიც, კობუებიც და მასხარებიც. მოკლედ 1000 რჯულის ადამიანი და ფრინველი. მაღაზიაშიც განსაკუთრებით ბევრი ფული შეიძლება დაგცინცლონ, რადგან მოლარე კუცსა და რქებს არ მალავს. ამ აბდაუბდის მიზეზი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი საგაზაფხულო კარნავალია. ქალაქი წელს ყველაზე მეტ მონაწილეს, ეს პატარა მაღაზია კი ყველაზე მეტ ყიდველს ელის. კოსტიუმებისა და როლის შერჩევა დილიდანვე იწყება. ეს გოგოსია, ვიცი, მაგრამ მგონი სასაცილო იქნება. სექსუალური ვარ? მექსიკელის კოსტიუმი შევარჩიე, მგონი მიხდება. ისე მექსიკურად მარტო ორი სიტყვა ვიცი. თითქმის ყველაფერი გავყიდეთ. ერთი სული მაქვს მაღაზიას როდის დავკეტავ. მაღაზიასთან ერთად მთელი ქალაქი იკეტება, ოღონდ მანქანებისთვის. ქუჩები კოსტიუმირებული მაყურებლით ივსება. ავტოსავალი ნაწილი კი შიშველი მონაწილეებით. საერთაშორისო რუკაზე ოლბორგ კარნივალი გამორჩეული სახელია. მასშტაბით შთამბეჭდავი აქვს და სტატუსიც. ეს დემონსტრაცია ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე გრძელ და ყველაზე ხალხმრავალ მსვლელობად მიიჩნევა. თვით ოლბორგელებისთვის ეს ის სანახაობაა, რომელიც თავმოყარე ოჯახის ძაღლმაც კი უნდა ნახოს. ძალიან რთულია, წავედი, შოუ უნდა გაგრძელდეს. მომწონს, იმიტომ რომ აქ ყველაფერია ვენეციური კარიბის ზღვის ნიღბებით დაწყებული ბრაზილიური სამბის საუკეთესო მოცეკვავეებით დამთავრებული. კარნავალში მონაწილეობა აქ უკვე მოდაა. მთელი ოლბორგი მოდას და სამბას ფეხის ხმას უკვე 26 წელია აყოლილია. ეს დანიელი ქალბატონები ბრაზილიელებს ვერც ტემპერამენტით შეედრებიან და ვერც მიხრა-მოხრეთ, თუმცა ოლბორგში არც ცეკვის ცოდნაა სავალდებულო და არც საკუთარი წონის. ჯგუფში სულ 30-დან 50 წლამდე ქალები ვართ, ამიტომ ალქაჯების როლები ავირჩიეთ. ამ ასაკში სხვა როლი არც მოგვიხდებოდა, თუმცა ჩემი რამდენიმე მეგობარი ჩვენს მომდევნო გუნდში ნახევრად შიშველი მაინც ცეკვავს. აქ 10 სხვადასხვა გუნდი და 10 სხვადასხვა სანახაობაა. თავის დროზე კარნავალის შემქმნელმა ვინმე ბრამველ ფლიქტმა გადაწყვიტა საკუთარი ქალაქი ერთი დღით დიდ თეატრად ექცია, თანაქალაქელები კი მსახიობებად. მას შემდეგ ოლბორგის კარნავალში მონაწილეობა აბსოლუტურად ყველას შეუძლია. ასაკის, პარამეტრებისა და სიგიჟის შეუზღუდავად. ქუჩა ნებისმიერი თქვენგანი სცენა. ამ დევიზის გამო ახლა ამ სცენას ასობით მოყვარული მსახიობი და არაპროფესიონალი მოცეკვავე მიუყვება. წინ კი მთავარი სანახაობა კარნავალის მეფე რაზმის ქონინგი გველის. მეფეს ჯერ არც მეფური სამოსი აქვს და არც გამომეტყველება. ჯერჯერობით ის უბრალო მოქალაქე რაზმუს ბიერკია, რომელიც კარნავალის მეორე ეპიცენტრის კინდელგართის პარკში გამართულ კონცერტს აგვირდება. მეფის წოდებამდე დანიის ყველაზე სასურველი სასიცოს ტიტულის მოპოვება უკვე მოასწრო. რასმუსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იუმორისტული თოქ-შოუს წამყვანია. ცხოვრებაში ორ რამეზე ოცნებობდი, ან მეფე უნდა ყოფილიყავი, ან მასხარა. ჩემს გადაცემაში ცოტათი მასხარა ვარ, ახლა მეფობის ოცნებაც ავისრულე. ეს გოგონები არ ვიცი ვინ არიან, ესეც მეფობის პრივილეგიაა. ასეთი ქალები დაყვებიან და არაა სავალდებულო მათი სახელები დაიმახსოვრო. თანხმლებების სახელისგან განსხვავებით ხელმწიფეს საკუთარი უფლებები კარგად უნდა ახსოვდეს. დემოკრატიულ დანიაში ადამიანს არჩევნების გარეშე და მუდმივად კარნავალის მეფის ძალაუფლებასაც კი არ ანდობენ. მე რა რომ მეფეა, ჩვენ მას დემოკრატიულად ვირჩევთ და მეორედ ამის უფლება აღარ ექნება. ეს ქალაქის გასაღებია, რომელიც ახლა სიმბოლურად უნდა გადავწევთ. ხალხს უყვარს და ენდობა, ამიტომ ავირჩიეთ. თუმცა იუმორისტია და შეიძლება რამეც იეშმაკოს.
იცით რას ვიზამ? ამაღამ გასაღებს ყველა კარს მოვარგებ და თუ გამიმართლა და რომელიმე ბანკს გააღებს, ხვალვე გავქრები აქედან. ვიდრე გაქრება, ხალხს მიმართავს. მეფე ქვია თორემ მანერებით პოლიტიკური ლიდერის აქვს და სიტყვაც. მოგესალმებით ახალგაზრდებო, ხედავ თავს კარგად გრძნობ, თუმცა ზოგ ფრენგანს ბევრი სასმელი და ცოტა ტანსაცმელი აქვს. ამიტომ გახსოვდეთ მეფის სიტყვა, გართობა კარგია, მაგრამ შიდსიც არსებობს. პუბლიკა მეფეს ტაშს უკრავს, თუმცა ვინ რაზმუს ქიონიგმა აღაფრთოვანა, ვინ კი გიждები სამბას მოცეკვავე ქალებზე, მაგათი თეძოების ყურებას არაფერი სჯობს. ბაბუა იოჰანს ანა ფოლგე არ უნახავს, თორემ კიდევ უფრო ბედნიერი გამომეტყველება ექნებოდა. სამბას ყველაზე სტაჟიანმა მოცეკვავემ ყველაზე კარგად იცის, როგორ გაუძლოს დანიურ სიცივეს. კარნავალი 26 წელია ტარდება, მე კი მე-20-ად მონაწილეობ. ამ დროს სიტყვა არასდროს არის, თუმცა შემიძლია გასწავლოთ როგორ გახურდეთ. გახურებას ზოგი ცეკვით ცდილობს, ზოგი სასმელით. ამიტომ არც ამ ბიჭის ბედნიერი მზერის მიზეზია ძნელი გასაგები და არც ამ ინტერვიუს შინაარსი. We're sitting and drinking alcohol. That's fucking life. უკეთეს მდგომარეობაში არც სხვები არიან. კითხვის დასმა საჭირო არ არის, კამერას ყველა თავისი ინიციატივით და თავისებურად ელაპარაკება. ეს კარნავალი ყველა კულტურის ნაზავია, რაიმე თქვენს ქვეყანასაც მოგაგონებთ. ძნელია დანიაში რაიმემ საქართველოს მოგაგონოს, თუმცა მშობლიური შეგრძნება ერთადერთხელ მაინც დაგვეუფლა. თქვენ საიდან ხართ, გადაღების უფლება თუ გაქვთ? Ciao. აქ ყველაფერი გაცილებით მარტივად დასრულდა, ვიდრე საქართველოში იქნებოდა. პოლიციელმა კანონის დაცვა შეგვახსენა. ეს არაფხიზელი სუბიექტი კი ყველას გამორჩა. აქ რისთვის ვარ? სამი მიზეზით: სასმელი, სექსი და როკ-ენ-როლი. ოღონდ ეს ტელევიზიისთვის არ მithქვამს. ამ სამი მიზეზით პარკში სხვები შეიკრიბნენ. კანონებს აქაც იცავენ. სასტიკად აკრძალულია იყო კოსტიუმის გარეშე და ფხიზელი. დღეს კარნავალზე ერთადერთი წესია, არანაირი წესი არ არსებობს. შეგიძლია ჰალსტუხი გაკეთოს ძალიან უცენზურო წარწერით, ან ჩვენი მეგობრებივით მოწყალე ძიძის როლი აირჩიო. თუმცა საერთო მაინც ერთია, დღეს სამყაროს ყველა ბლუდის კათხის მიღმა უყურებს. ვიკინგების თავმოყრავლები ახლა ლუდს ებრძვიან. ამ ბრძოლაში ნახევარი ოლბორგი გმირულად დაეცა, მეორე ნახევარი კი ძირძველ ვიკინგურ დიალექტზე ალაპარაკდა. საბოლოოდ ზოგს გონება აერია, ზოგსაც სქესი. ბოთლის დაცარიელებასთან ერთად კი ქუჩა აივსო. ამ უწყინარ კარნავალს ჰაერში ჯადოქრობა ერქვა. ჰაერში არ გამოუვიდათ, ქუჩებში კი ისე იჯადოქრეს, რომ გაზაფხული გააცილეს. ჭკუამხიარული ტურისტები კი ვერ.